მგონი საქართველოში სამწუხაროდ ოჯახი აღარ დარჩა, რომ ერთი წევრი მაინც ემიგრაციაში არ იყოს წასული და დღეს თუ საქართველოს ისე რაღაც კუთხით შენარჩუნებული აქვს ეკონომიკა და დღეს თუ ადამიანები არ შიმშილობენ და არ არის საქართველოს უფრო მეტად დამშეული, არის ზუსტად ემიგრანტების დამსახურება, იმიტომ რომ კიდევ ვიძახე ოჯახი არ დარჩა, რომ ემიგრაციაში არ წავიდნენ ადამიანები. ვიზა ლიბერალიზაცია ხელს უწყობდა მათ საზღვარგარეთ წასვლას, ანუ არ უწევდათ საელჩოებში ძალიან დიდი რიგები სპეციალური დოკუმენტაციის შევსებები, ანუ კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც მათ ევროპის ქვეყნებში წასვლა უნდათ, იმ ბიუროკრატიას აღარ გადიოდნენ, რასაც გადიოდნენ ხოლმე საელჩოებში და საკონსულოებში. ამის შეწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია დაიწყება პირველი, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არ აქვთ მათ სამუშაო უფლება და ხშირ შემთხვევაში, ანუ არალეგალურად არიან, იმიტომ რომ სამთვიანი ვადა როცა იწურება, მათ უნდა დატოვონ კონკრეტული ქვეყანა, მაგრამ არ ტოვებენ. ასე რომ ძალიან ბევრ უარყოფით მოიტანს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ქართული ოცნება სულ ამბობდა ხოლმე, რომ ისინი ევროპელები იყვნენ, ანუ პროევროპულ გზას ადგენენ და საქართველოს განვითარებისთვის მუხტაუხრელად შრომობდნენ. აი მაშინაც კი ამბობდნენ, როცა თქვენს ეთერში თქვენთან ერთად ვისხედით და სხვა თემებს განვიხილავდით ქართული ოცნებისა, იმ პოლიტიკისა, რაც ჰქონდათ და მაშინაც ღიად ვამბობდით, რომ ისინი არიან რუსები, იმიტომ რომ რუსულ საქმეს აკეთებდნენ. და ეს არაერთხელ გამოხატულა, მაგრამ დღეს ისინი, ანუ წინა საარჩევნოთ მათ რა სლოგანი ჰქონდათ, ანუ მათ ჰქონდათ სლოგანი, რომ ღირსებით ევროპისკენ. და როგორც 3 თვეში და 6 თვეში შეცვალეს კურსი და იცი რა არის თუ არ თუ გააუქმებენ ვიზა ლიბერალიზაციას მერე რა. ძალიან ბევრ ადამიანს დღესაც ხო საქართველოში არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვა. მათ არც ეკონომიკური მდგომარეობა უწყობს ხელს და არც ქვეყანას შექმნილი ვითარება, რომ სრულყოფილად მიიღონ ის ჯანდაცვის პაკეტი, რაც მათ ჯანმრთელობა სჭირდება. და მაგალითად, თუნდაც ავიღოთ საფრანგეთში, ანუ რატომ მოდიან საქართველოსდან ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტები სხვა ქვეყანაში და რატომ ბარდებიან ტოლვილებად? იმიტომ რომ ის მაგალითად საფრანგეთში სრულად უფასოდ უწევენ მათ სამედიცინო დახმარებას. როცა შენი ქვეყანა გეუბნება, რომ იცი რა ჩვენ ამის ხარჯები არ გვაქვს. ხა საფრანგეთი იმიტომ მოვიყვანე ამის ნათელ მაგალითად, რომ საფრანგეთში ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოსდან წასული, რომელიც ჩაბარდა. ჩემი ნაცნობები ალბათ თქვენს გარშემოც. მათ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მე ყველას ჯანმრთელობას უსურვებ და იქ ნამდვილად ეწევათ ხარისხიანი მკურნალობა და ნამდვილად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ სხვადასხვა სიკეთეები. მეორე კუთხით რო შევხედოთ, აი ქართული ოცნების ამომრჩევეს კიდე ყავთ მათ და თუ არიან ასეთები, აი მათ მინდა ვკითხო, რომ აი ნახეთ რა, ხო გვეუბნება, რომ აი ევროპაში ადამიანები ვინც სწავლენ, ან თვითონ ევროპა არის ძალიან ცუდი. და აბა ომი გინდას თეორიით. მთელი საარჩევნო კამპანია 2024 წელს ხო ამით ჰქონდა აგებული ბიძინა ივანიშვილს. და სამწუხაროდ ძალიან ბევრმა აიტაცა ჩემ და სამწუხაროდ. აი ხო შევხედოთ რა მეორე მხარეს, თუ ევროპა ესეთი ცუდია, მაშინ კალაძეს შვილი სამივე შვილი რატომ არიან დაბადებულები სხვა ქვეყნებში? მაგალითად ერთი იტალიაშია, ერთი საფრანგეთშია, ერთი ამერიკაშია. რატომ? თუ ესეთი ცუდია ამერიკა და ევროპა, საკუთარი შვილების დაბადების ადგილს რა ეწერება დაბადების მოწმობაში, რატო ირჩევენ სხვა ქვეყნებს და რატო არ ირჩევენ საქართველოს? აი ეს კითხვა ვინმე დაუსვა. მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის შვილი და ყველა ის ადამიანები, ვინც ისინი ქართულ ოცნების ელიტას ხედავენ, მათი შვილები საქართველოში არ არიან დაბადებულები. და არიან ევროპის ან ევროპაში სხვადასხვა ქვეყანაში ან ამერიკაში დაბადებულები. აი წარმოიდგინეთ, საკუთარი შვილებისთვისაც კი დაბადების ადგილს ირჩევენ ევროპას. და ამ დროს შენ გეუბნებია, რომ შენ შულს არ სჭირდება ევროპა. თუ ასეთი ცუდია ევროპა, მაშინ მათი შვილები რატო სწავლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში და რატო არ სწავლობენ რუსეთში, მაგალითად პეტერბურგში. აი გიორგი სოსიაშვილი, რომელიც არაფერი არ უკეთებია, რაც პარლამენტის წევრია და ძალიან კარგად ვიცით მისი პოლიტიკური საქმიანობა, რას წარმოადგენდა, რა იყო და ყველა ხელისუფლების დროს სულის აგენტი იყო და კლუბის აგენტი. აი გიორგი სოციაშვილმა საკუთარი შვილი რატო გაგზავნა იტალიაში უნივერსიტეტს სასწავლებლად
და რატო არ გაუშვა პეტერბურგში? რუსეთი ხო ძალიან კარგია მათი წარმოდგენით, როგორც გველაპარაკებიან და ევროპაც ცოდიან. ანუ ორმაგი სტანდარტია და თვითონ მოსახლეობა თუ არ გამოფხიზლდა და მოსახლეობამ ეს ყველაფერი თუ არ გაანალიზა და წაიმა არჩევნების დროსაც თუ ის გადაწყვეტილება არ მიიღო, რა გადაწყვეტილება სინამდვილეში სურს. არა ის რომ პენსიას, როგორც ატყუებდნენ პენსიას შეუჩერებენ, სოციალურს შეუჩერებენ და შეუწყვეტავენ და სამწუხაროდ მართლა სოციალური ბევრს შეუწყვიტეს, სამსახურიდან გამოუშვებენ, ამას იდავენ. არა, თუ საკუთარი გულით მიღებულ გადაწყვეტილებას ბიულეტინზე არ გააფორმებენ, მაშინ იქნებიან ქართული ოცნების ტყვეობაში. აი, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც დაახლოებით ბავშვები 200 ლარს სოციალურ შემწეობას იღებენ თვეში. და ამ დროს საპენსიო ფონდის დირექტორს 14500 ლარი აქვს თვეში ხელფასი. აი ეს უნდა შეადარო, შესაძლებლად უნდა გქონდეთ. აი საბავშვო ბაღის პედაგოგს, რომელსაც 600 ლარამდე ხელფასი აქვს, უნდა შეადაროს გიორგი სოსიაშვილის ხელფასი, რომელიც პარლამენტშია და 12500 აქვს. და 11500 ლარი აქვს. და დაუსვას კითხვა, გიორგი სოციაშვილი რას აკეთებს იმაზე მეც ვიდრე ის?